მასწავლებლთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2024 წელი ამოცანა ნომერი 23. როდესაც რხევითი კონტურის პარალელურად შეერთებულ ორ ერთნაირ კონდენსატორს მიმდევრობით შევაერთებთ, მაშინ რხევითი კონტურის საკუთარი რხევის პერიოდს რა მოუვაო? მაგას ვიკითხებია. კარგით, მოდით დავიღოთ რხევითი კონტური. ოღონდ პირველ შემთხვევაში ჩვენ რა სიტუაცია გვაქვს? პირველ შემთხვევაში გვაქვს ჩვენ, მოდით დავხაზოთ ასე. შემდეგ თუმცა ვერ იხაზებ ისრებს ხატავს ჩემი კალამი ასე და კონდენსატორი ეს არის C1 უდრის C ტევადობის ერთნაირები არისო ეს ორივე კონდენსატორი რომელიც პირველ შემთხვევაში პარალელურად არიან შეერთებული ეს არის C2 უდრის C-ს აქვს რხევითი კონტური, ეს არის L კონტური, ხო? კონტური. ასე, ეს არის L ინდუქტიურობის კოჭა. და ეს არის პირველი შემთხვევა, ხო? ეს არის პირველი შემთხვევა. ეხლა მოდით მეორე შემთხვევას განვიხილოთ, მოდით ამას გადავიტან თავიდან რომ ფაზოთ და არ დავკარგოთ დიდი. მეორე შემთხვევაში უკვე პირიქით ეხლა გადააერთეს, ეს გადააერთეს უკვე პარალელურად, ხო? იმიტომ ესენი შეგვიძლია ჩვენ გადავაერთოთ პარალელურად. მეორე შემთხვევაში გვექნება ასეთი სიტუაცია. ასე. და აქაც ანალოგიურად აქაც C1 არის უდრის C-ს, C2 უდრის C-ს. და ეხლა ჩვენ ვიკითხებიან პერიოდს რა მოუვა. პირველ შემთხვევაში T1 ტომსონის ფორმულიდან T1 ტოლი იქნება 2p P L C1 პირველ შემთხვევის LC პირველი შემთხვევის ეხლა T2 ტოლი იქნება 2p P L C მეორე შემთხვევაში ეხლა პირველ შემთხვევაში C პირველი რადგანაც ეს კონდენსატორები მიმდევრობით არიან შეერთებულები შესაბამისად პირველ შემთხვევაში რა გვექნება, ესე იგი პირველ შემთხვევაში პარალელურად არიან უკაცრავად, პირველ შემთხვევაში რადგანაც პარალელურად იქნება C პირველი სრული ტევადობა, ტოლი იქნება ცალკეული კონდენსატორის ტევადობების ჯამის C1 + C2-ის, ესენი C-ების ტოლია და შესაბამისად ეს ტოლი იქნება 2C-ი. ესე იგი პირველ შემთხვევაში ჩვენ გამოგვივიდა, რომ C პირველი უდრის 2C-ს და მეორე შემთხვევაში, შევხედოთ მეორე შემთხვევაში C მეორეში შებრუნებული სიდიდე სრული ტევადობის C მეორე სრული შებრუნებული სიდიდე ტოლი იქნება ცალკეული კონდენსატორის ტევადობების შებრუნებული სიდიდეების ჯამი, ესე იგი შეგვიძლია დავწეროთ, რადგანაც აქ მიმდევრობით გვაქვს უკვე შეერთებული ერთი შეფარდებული C1 + ერთი შეფარდებული C2-თან, ასე. ესენი ორივე ერთმანეთის ტოლია, შესაბამისად ეს გამოგვივა ორი შეფარდებული C-სთან, საიდანაც მეორე შემთხვევაში აქედან მივიღებთ ჩვენ რომ C მეორე შემთხვევაში ტოლი ყოფილა C მეორედის ანუ C მეორე შემთხვევაში ტოლი ყოფილა C მეორედის და შევიტანოთ ახლა. შესაბამისად T პირველისთვის რას მივიღებთ? T პირველისთვის ნახოთ რას მივიღებთ. T პირველი ამ შემთხვევაში ტოლი იქნება 2p P L C პირველი მივიღეთ 2c გამრავლებული 2c-ზე. და მეორე შემთხვევაში T მეორესთვის მივიღებთ T მეორე ტოლი იქნება 2p P L გამრავლებული უკვე c ნახევარზე. ასე და მოდი ახლა ავდგეთ და T პირველი შევაფარდოთ T მეორეზე. რას მივიღებთ აქედან ნახოთ T პირველს თუ შევაფარდებთ T მეორეზე ეს ტოლი იქნება 2p P L გამრავლებული 2c-ზე ეს შეფარდებული აქაც 2p შეფარდებული 2p გამრავლებული LC ნახევარზე 2p-ები წავა. ეხლა ამ ფესვას თუ გავაერთიანებთ ჩვენ რა გამოგვივა L გამრავლებული 2c-ზე შეფარდებული LC ნახევართან L-ები წავიდა, C-ები წავიდა, ორი შეფარდებული ერთმეორეთან არის P4, P4-დან კიდევ 2 ტოლია. ესე იგი რა გამოგვდის ჩვენ რომ T პირველის შეფარდება T მეორესთან ტოლი არის 2, საიდანაც T პირველი ტოლია 2T მეორესი. ეს კი ნიშნავს იმას რომ ეს ჩვენი პერიოდი ორჯერ შემცირებულა. კი ბატონო, ორჯერ შემცირებულა. რადგან აქედან T მეორედი როგორც ხედავთ
გამხდარა t პირველის ნახევარი. ანუ უნდა t პირველი, გავყავით 2-ზე, მივიღებთ t მეორე. ორჯერ შემცირებულა. სად არის ეს პასუხი? ორჯერ შემცირებულა. პასუხი B.